რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბერს. პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ ბრიტანელ ჟურნალისტებს მისცა. ზურაბიშვილის თქმით ის გეგმებს ვერ გაამხელს, თუმცა მისი განცხადებით ყველა დაინახავს, რომ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სწორედ ის არის. ბრიტანელი ჟურნალისტების შეკითხვები შეეხებოდა ირაკლი კოლბახიძის მუქარასაც ზურაბიშვილის დაპატიმრების თაობაზე, თუ ის ათონელის რეზიდენციიდან გამოსვლაზე უარს იტყვის. თავად ზურაბიშვილი კი საუბრობდა იმაზე, რომ ივანიშვილი დღეს რუსეთისკენ მიტრიალდა და ქვეყნის მეორე ბელარუსად გადაქცევას ცდილობს. ზურა პეტროსიანი გვერდება ამ თემით ახლა ეთერში. ზურა კიდევ რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას სალომე ზურაბიშვილი თავის ინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა და კითხვებიც, რომელიც ჰქონდათ ბრიტანელ კოლეგებს, ჩვენს კოლეგებს, იყო ძალიან მრავალფეროვანი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარდა სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი განიხილა უფრო დიდ ჭრილში, სადაც საქართველოს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ქვეყანა ახლა და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მიაღწევს წარმატებას და ჩათვლის, რომ მოქმედი სტრატეგია არის წარმატებული საქართველოში, მაშინ იმავე სტრატეგიას ის გამოსცის უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ასეთი პასუხი გასცა კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს იმის შესახებ, თუ რა ხდება ზოგადად ქვეყანაში გეოპოლიტიკურ ჭრილში. რაც შეეხება კითხვების ძირითად ნაწილს, რა თქმა უნდა, შეეხებოდა პრეზიდენტის, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაციას და იმას, თუ როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას საქართველოს მოქმედი მეხუთე პრეზიდენტი. ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ამ დროისთვის ის არ აპირებს საჯაროდ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და ყველაფერს, როგორც ქართველი ხალხი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება 29 რიცხვში ნახავს, ვინაიდან ის ვერ მისცემს შანსს საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ წინასწარ იცოდეს საქართველოს ქართველი ხალხისა და პრეზიდენტის გეგმების შესახებ. იყო ნახსენები ბელარუსი და ზოგადად საქართველოს გზის ბელარუსიზაცია, რასაც ცდილობს ივანიშვილი და ქართული ოცნების რეჟიმი და რა თქმა უნდა, ცალკე იყო ნახსენები ქართველი ხალხის თავდადება ამ ბრძოლის ერთი თვის თავზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ქართველი ხალხი იმაზე უფრო მეტად დგას მაღლა, ვიდრე პოლიტიკური ელიტა და ის, რომ ქართული ხალხის გამარჯვება იქნება მოპოვებული სწორედ იმ საპროტესტო აქციებით, რომელსაც საქართველოს და მსოფლიო რუსთაველის გამზირზე ადევნებს თვალს. That is the one question I will not answer. Is that for tactical reasons? რას ვაპირებ 29-ში? ეს არის კითხვა, რომელსაც დღეს არ მოპასუხებ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი. ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ეგზისტენციალურია. ახლა დროა, რომ ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მიიღონ ახალი რეალობა, რომ რუსეთი ცდილობს მართოს დემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც აქვს კავშირი დასავლეთთან და ეს მოახერხოს არჩევნებით. ეს მოხდა რუმინეთში. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია პრეზიდენტის გარდა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო დამკვირვებლები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, ლეგიტიმურად მიიჩნევენ თუ არალეგიტიმურად მიიჩნევენ. თუ რუსეთი აღმოაჩენს, რომ მისი სტრატეგია საქართველოში წარმატებულია, მე გპირდებით, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგ. თუ 29 დეკემბერს ყაბელაშვილი გახდება პრეზიდენტი, ეს არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა. ქართველი ხალხი ქუჩაშია, ის მეტად დემოკრატიულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. ეს საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში დაიბადა და გაიზარდა. ეს ხალხი არ აპირებს მიიღოს ეს რეალობა. ეს ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთი არის იმაზე სუსტი, ვიდრე ამას ევროპელები ფიქრობენ. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას, ანუ ქართველი ხალხის და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს კი უკვე ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადება არის სოციალურ ქსელ X-ში. მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტი ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ღრმა შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, უფრო სწორად კი უკუსვლით, რომელსაც განიცდის ქართული დემოკრატია. კიდევ ერთი მხარდაჭერის მესიჯი მიიღო ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი მორიგი მესიჯი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, თუ ვის აღიქვამს ჩვენი პარტნიორები და მეგობრები რეალურ და მოქმედ პრეზიდენტად, როგორც თქვით, ეს საუბარი ორ პრეზიდენტ შორის სულ ცოტა ხნის წინ შედგა. ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით. საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
და ბოლოს კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ინტერვიუს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მისცა ბრიტანულ პოდკასტს, ორ ჟურნალისტს, იქ ცალკე იყო აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის როლი დღეს, მისი არაფორმალური მმართველობა და მის უკან მდგარი რუსეთი, საქართველოს პრეზიდენტმა ღიად და პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილი სწორედ კობახიძის გავლით, უბრალოდ კობახიძე ივანიშვილის გავლით რუსულ დავალებას ასრულებს ქვეყანაში და ყველაფერი ეს ფართო სურათში არის ის ჰიბრიდული ომი, რომლის სტრატეგიასაც ცდის ახლა საქართველოს რუსეთი და ანალოგიური სტრატეგია მას ჰქონდა მაგალითად სომხეთში, ჰქონდა რუმინეთში, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მას ეს სტრატეგია ჩაეშალა და იმ შემთხვევაში თუ მიაღწევს წარმატებას და ჩათვლის, რომ ეს სტრატეგია მუშაობს საქართველოში, მაშინ შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყნები.